გიორგი კუჭაშვილი დაკავებულია 8 მაისს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. მასზე დავებოდნენ პოლიციაზე თავდასხმას, რაც სამწუხაროდ მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიჩნია, რომ იყო სახეზე პირველი ინსტანციით საქმის განხილვისა, შესაბამისად გიორგის განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჩვენ პირველ ინსტანციაში საქმე დავასრულეთ იმგვარად, რომ არ დავობდით იმას, რომ გიორგის არ განუხორციელებია მოქმედება, კერძოდ ნახევრად სარიელი პოლიეთილენის ბოთლი მოისროლა გედელის თანამშრომლების წინააღმდეგ, რომელებიც ეს ვთქვათ აკავებდნენ საპროტესტო აქციაზე გამოსულ მოქალაქეებს. გიორგი არ უარყოფდა ამ მოქმედებას, უბრალოდ ჩვენ დავობდით ქმედების კვალიფიკაციაზე, რომ სახეზე არ იყო თავდასხმა, სახეზე იყო პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა, რასაც თან ახლდა ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი, ეს ვთქვათ, არ ჰქონდა განსაკუთრებული მოლოდინები, ეს არის ფაქტობრივად ჩვენი მცირე გამარჯვება, ვინაიდან დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დავით მამისეიშვილმა გადააკვალიფიცირა თავდასხმის მუხლი 353 მუხლზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამავდროულად ვითხოვდით, რომ უფრო მსუბუქი სახის სასჯელი გამოეყენებინა მოსამართლეს, ან პირობითი მსჯავრი, ან ჯარიმა, დღეს მოსამართლემ მიიჩნია, რომ გიორგის უნდა განსაზღვროდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჩვენი საჩივრის ფარგლები იყო გაცილებით მეტი მოთხოვნის კუთხით, თუმცა კმაყოფილია გიორგი, მადლიერია ოჯახიც და ეს არის მცირე გამარჯვება. ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ უზენაეს სასამართლოში მაინც დადგეს უფრო მსუბუქი სახის სასჯელი. გიორგი, სხვა შემთხვევაში გიორგი პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს 6 თვე ნახევარში, დაახლოებით 7 თვეში. შესაძლებელია აქ გარკვეული კავშირები ჰქონდეს ერთის მხრივ ნოემბერ-დეკემბერში დაკავებულ პირებს და მაისში დაკავებულ პირებს, ვინაიდან ნოემბერ-დეკემბერში ჩვენ ვნახეთ რამდენიმე საქმე, სადაც მოსამართლეებმა კვალიფიკაცია შეცვალეს, იგივე თუნდაც ჩემს წარმოებულ ერთ-ერთ საქმეში, გიგაურის საქმეზე და მათ შორის შეიძლება მოუძებნოთ კავშირები ამ საქმეში, ვინაიდან გედედეს თანამშრომლები, რომელზე თავდასხმასაც გიორგის ედავებოდნენ, რეალურად ამყარებდნენ მათი გადმოცემით წესრიგს ადგილზე და გიორგიმ მოქმედება, ეგრეთ წოდებული, ეს ვთქვათ, პოლიეთილენის ბოთლი მოისროლა მათი მოქმედების საწინააღმდეგოდ. მას არ ქონია სურვილი, რომ რაიმე ფიზიკური დაზიანება კონკრეტული პოლიციელისთვის მიეყენებინა. შესაბამისად, აქ პირველ ინსტანციაშიც იგივე განაჩენი უნდა დამდგარიყო ამ მუხლით და მოხარული ვარ, რომ სააპელაციო სასამართლოში მაინც მივაღწიეთ სიმართლეს, კერძოდ დადგინდა რეალურად ის, რასაც დავობდით, რომ რეალურად სახეზე არის 353 მუხლი და არა პოლიციაზე თავდასხმა.